კიევზე რუსეთის შეტევის გამო დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, დაშავდა 124 ადამიანი. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. უკრაინელებმა რუსეთში პენზის ოლქში ერთ-ერთ ქარხანას დრონებით შეუტიეს. ტელეგრამ არხებში გავრცელებული ინფორმაციით აფეთქდა ელექტრონიკის მწარმოებელი საწარმო. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. გინტაუტას ჰალუცკასისმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეკითხვები მისი კომპანიის დაფინანსებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით გაჩნდა. პრეზიდენტმა ნაუსედამმა საზოგადოებისთვის ახსნა განმარტებების გასაკეთებლად ორკვირიანი ვადა მისცა. პროკურატურამ კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის გარემოებების შესწავლა დაავალა. 4 აგვისტომდე საქართველოში 38-40 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და თხის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. ესპანეთის სამხრეთში თხის ხანძრებს ებრძვიან. მეხანძრე მაშველებთან ერთად ხანძრის ჩაქრობას ადგილობრივები ცდილობენ. განადგურებულია დაახლოებით 8500 ჰექტარი თხის ტერიტორია.